გამოხვედი, აქ გვერდზე მეორე მეზობელი არის შენი. ხო და წინ კიდე ესეთი დიდებული მთა ჩანს. მოდი ახლა ავიდეთ ეს თვითონ ეს კომპლექსი. ესეთი შენობებია, ეს რა ქვია, ეს მეგალითები. და მე არის შუა საუკუნეების ნასახლარიც, აქ კიდე ხალხს უცხოვრია. ალბათ ისინი ამას იყენებდნენ, იმიტომ რომ ამდენი ხანი შემორჩა. ხო რავი. ეხლა ესე ავალ ზემოთ მთაზე. ხო და წრიულად არის გაკეთებული და სხვა დარბაზებსაც გაჩვენებთ. მოკლედ მეგობრებო, უყურეთ. აი ეს ეზოა, სადაც ვიყავით დაბლა რა. ეგ არის, აი სადაც ეხლა ოთახში ვიყავით, ორი ცალი ოთახი, ეს უკვე მეორე სართულია რა. მეორე სართულზე როგორც ეტყობა, აქაური ოლიგარქი ცხოვრობდა რა. იმიტომ რომ კაი დიდი დარბაზია. აი ესა ვნახეთ. რავი 1 2 3 4 5 6 3 ხო 6 ნახრეტია ესე გაკეთებული. იქაც აქვს რაღაც. არ ვიცი, ხო და ეს შემოსასვლელია. იქითაც არის. იმასაც ვნახავ. ხო, აი ნახეთ. ეს რომ ხელა სახლია. შიგით როგორი წყობაა რა, ქვების. ეს მდიდარი იქნებოდა. ეს კიდე ერთხელ ეს არის ქრისტიანობამდელი შენობები რა. იქით მიატრიალე კარები როგორ იყო შემოსასვლელი.